ბიჭი უფრო მე მგავს, რომელიც მაგალითად საღამოსას გეგმავს დილას და ეგეც ცოტა ადრეა. ანუ სპონტანური გადაწყვეტილება უფრო შეგვიძლია. დიპლომატიაში რამდენად კარგია? კარგია. ხო, ძალიან კარგია. მარტო დიპლომატიაში არა. პოლიტიკაშიც და ცხოვრებაშიც. განსაკუთრებით ბრძოლის დროს. ბრძოლის დროს ხო. არა, დაუგეგმავ, აი ყველას. კი. და ბრძოლის დროს კიდე გულწრფელობაა ყველაზე ძლიერი იარაღი. შვილებთან ურთიერთობაში? შვილებთან ურთიერთობაში გულწრფელი თუ არ ხარ, ეს შვილი კანით გძნობს ამას. არა. იქ ეს ბრძოლა არ არის. შვილებთან არ უნდა იბრძოლო, იმიტომ რომ შვილებთან ბრძოლაში წაგებული ხარ. ჯერ შვილთან ბრძოლაში მოგებული არ არის. რა თქმა უნდა, მაგაში გეთანხმებით. შვილთან ბრძოლაში წაგებული ხარ, ანუ არ უნდა გადაწყვეტო. მაშინ როგორც კი ბრძოლას დაგიწყებ, მაშინ უნდა თარხმანი დარყი. უთხრა შენი ვარ. კი, ნამდვილად. დავითის და აბესალომის ბრძოლა ეს ტრაგიკული დიდი წმინდანი და დიდი მეფე, რომელმაც ისრაელის სახელმწიფო გააძლიერა და მან დაიწყო ხო ეს ტაძრის მშენებლობა და ეს უზარმაზარი ამხელა სიკეთე მოუტანა ისრაელის სახელმწიფოს და დღემდე ყველა ერი სოფლიოში დედამიწაზე არსებული ყველა ერი მას ეთაყვანება დავით მეფეს და რეალურად ვინც იმძლავრა ყველაზე მეტად მასზე ეს იყო მისი შვილი რომელსაც ამბიცია გაუჩნდა მეფობისა და ეს ბოროტით მამის მკვლელობაც კი გადაწყვიტა ხო ეს დიდი ტრაგედია არის დიდი ადამიანებს დიდი ტრაგედიებიც ახლავს მაგრამ დავითი ამაზე ყველაფერზე მაღლა დადგა და აბესალომმა მიიღო სამწუხარო და ტრაგიკული სიკვდილი რაც მიიღო ვიცით ბიბლიიდან რომ ის მისდევდა რა მამას მოსაკლავად მამას არაფრით არ უნდოდა რომ ეს მომხდარიყო განა ის რომ მომკვდარიყო არამედ შვილისგან რომ მომკვდარიყო და მისი გრძელი და მსოფლიოში ყველაზე ლამაზი თმები როგორც აღწერს ძველი ახმა ხეებს გამოედო და ხეების ტოტებში გაიხლარდა ცხენი გავარდა და ჩამოიკიდა და ასე უბედურად მოკვდა ისე რომ საშველიც და მაშველიც არავინ არ ყავდა მარტო აღმოჩნდა ეს რთულია მამასთან მებრძოლი შვილის ბედიც ეს არის და შვილთან მებრძოლი მამისაც